ერთებული შტატები იყო ყველაზე დიდი ფინანსური კონტრიბუტორი თავდაცვის ძალების და არსებული ვითარება ამ ფინანსურ დახმარებაზეც ისახება. რაც შეეხება სხვა პარტნიორ ქვეყნებს, ბრიტანეთი იყო ერთ-ერთი აქტიური და მსხვილმასშტაბიანი კონტრიბუტორი და ბრიტანეთის მხრიდანაც ბევრი რამ გაჩერდა. ფინანსურად ფულად ერთეულში ამის გადაყვანა ალბათ გამიჭირდება, მაგრამ მაგალითისთვის რომ გითხრათ, ბრიტანეთმა გააჩერა ისეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროგრამები, როგორც არის უმაღლესი თავდაცვის კოლეჯი, სადაც ქართველი ოფიცრები უმაღლეს სამხედრო განათლებას იღებდნენ. გაჩერდა არსებითი პაკეტის ფარგლებში მთელი რიგი პროექტი, რომელიც ასევე გულისხმობდა ფინანსური კუთხით თუ შევხედავთ, საკმაოდ მსხვილმასშტაბიანი იყო. თვითონ უშუალოდ არსებითი პაკეტის ფინანსებს რაც შეეხება, ნატოს თავდაცვის აღმშენებლობის ნდობის ფონდი არსებობს ესეთი ნატოში, სადაც ბუნებრივია ეს ფონდიც საზრდოობს წევრი ქვეყნების ფინანსური დონაციებით, თუმცა მის განკარგვას და საჭიროებისამებრ გადანაწილებას შემდგომ უკვე ნატო ახორციელებს და თავდაცვის საქართველოსთვის ამ ფონდის ფარგლებში დაახლოებით 11 მილიონი ევრო დაიხარჯა 2014 წლიდან მოყოლებული. ბოლო დროს განსაკუთრებით იყო გააქტიურებული ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რაც მიბმული იყო არსებითი პაკეტის ინიციატივებთან, მაგრამ რადგანაც ინიციატივა გაჩერდა და ეგრეთ წოდებული ლიდერი ქვეყანა, ინიციატივის ხელმძღვანელი ქვეყანა, როგორც იყო კრიზისების შემთხვევაში დანია, კიბერუსაფრთხოების შემთხვევაში ესტონეთი, სტრატკომის შემთხვევაში ბრიტანეთი. რადგანაც ეს ქვეყნები აჩერებენ დახმარებას ინიციატივის ფარგლებში, ბუნებრივია მათზე მიბმული პროექტებიც, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ნდობის ფონდით ფინანსდება, ეს პროექტებიც განიცდის დიდ წინააღმდეგობას და პრობლემას და შესაბამისად მათი განხორციელებაც უკვე სერიოზული კითხვის ნიშნით